Diego Costa. ისამდე მივესალმოთ დამსტრესა ზოგადოებას, მივესალმოთ ჩვენს დირექტორს, ასევე მის თანამეგზურს, მაყურებლებს, მსმენელებს და შენ მოგესალმები კიდევ ერთხელ. მეც მოგესალმები. ბატონო კორკეტ. ბატონო პაპუნა მოგამარჯობა. როგორ ახარ? არა მიშავს თავად? არა მიშავს. როისი, მარკო როისი, დორტმუნდის ლეგენდა, გერმანიის ლეგენდა. ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი თავისი კარიერით და თავისი მენტალიტეტით და თავისი სკილებით. უბრალოდ კარგი ადამიანი ასევე. კარგი ადამიანი. თავის კარიერასთან ერთად. გლადბახში დაიწყო მისი პროფესიონალური კარიერა. 2012 წელს უკვე შეამჩნიეს დიდმა გრანდებმა ეს ფეხბურთელი და პირველი ყველაზე აქტიური გამოდგა იურგენ კლოპი, რომელმაც ესე გადაიბირა ნამდვილად და შექმნა ძალიან კარგი ტრიო საკუთარ გუნდში, როისი, გიოცე, ლევანდოვსკის სახით. ძალიან კარგად ითამაშეს 2014 წელს UEFA-ს ტურნირზე კარგად გამოიყურებოდა ეს ტრიო. 2013-14 წლის ფინალი იყო დორტმუნდი ბაიერნი მეგობარო. კაი, არა? არ ვიცი. 2013 წლის თუ 2013 თუ არიცი დავამთავროთ მაშინ. ხო, მოდი არა ჯერ მანამდე ის ვთქვათ რომ აი ძალიან დიდი იმედებით გადმოვიდა როისი დორტმუნდში რა. აი ჯერ ხო გიოცე და ლევანდოვსკი იქ დახვდნენ კლოპიც მანდ იყო და საჩემპიონო გუნდი იყო რა ეს დორტმუნდი, მოქმედი ჩემპიონები იყვნენ ბუნდესლიგის და აი დორტმუნდში გადავალო იფიქრა როისმა და ძალიან ბევრ ტიტულს მოაგროვებდა, მაგრამ ჩემი ფეხები ესე არ გამოვიდა. სამწუხაროდ კი ბატონო ეგრე. ალბათ იმასაც გავუსვათ ხაზი რომ თურმე მარკო როისის საუკეთესო ფეხბურთელი, საყვარელი ფეხბურთელი ყოფილა ტომას როსიცკი, რო ეს ასევე ტრამვებით გაწამებული ფეხბურთელი. კი, სამწუხაროდ ეს ორი ადამიანი რაღაცეებში გვანან ერთმანეთს თუ რაღაცეებში. როის ქონდა ფეხბურთელი როგორც ფეხბურთელს ქონდა ძალიან კარგი დრიბლინგი, ინტელექტი, კარგი პასის გაკეთება შეეძლო. დარტყმა ასევე ძალიან კარგი ქონდა. ინტელექტიც ძალიან კარგი და გოლის ალღოც ქონდა ხოთა შორის. და 2013 წელს იყვნენ ხო ყველაზე ახლოს დორტმუნდი ბაიერნის წინააღმდეგ ფინალში ყველაზე ახლოს ტიტულთან როისი მაშინ იყო რა. თუმცა დამარცხდა ფინალში. სხვაშორის ფინალის კარგად ითამაშა, ერთი პენალტი აიკიდა. მაგრამ დამარცხდნენ 2-1 მაგ თამაში ძალიან სამწუხაროდ მე პირადად დორტმუნდისკენ ვიყავი მაგ ფინალში. მეც უეჭველი მაგრამ რეალს მოუგეს მანამდე. ხო და იმან ბარსა გამოაგდო და უეჭველი დორტმუნდისკენ ვიყავი და ხო ან ყველაზე დიდი იმედგაცრუება არის როისისთვის ტრავმები რა. აი არ დარჩა ალბათ ფეხზე პუნქტი რომელიც როისმა არ დაიტაჭიმა რაღაც თუმცა ჩვენი წინა სტუმრისგან განსხვავებით, აზარისგან განსხვავებით, ისეთი რთული ტრავმებიდან ახერხებდა როისის დაბრუნებას, რასაც ძირითადად ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ. თითქოს არ ჰქონია ეგ ტრავმა, ისე შემოვარდებოდა ხოლმე ფილზე. მაგრამ ის უიღბლობა არ ტოვებდა მაინც. შემდეგ ახალი ტრავმა ახლა და აი ერთ-ერთი ეგეთი ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო მის კარიერაში, ერთი კვირით ადრე მიღებული ტრავმა მუნდიალამდე რა. მუნდიალამდე ხო მითანი მუნდიალზე ყველაზე კაი იყო გერმანიის ნაკრები ჩემპიონების გახდნენ და როისი ამ ყველაფერს უყურებდა სახში ტელევიზორზე. შემდეგ 2018-ში შეუერთდა, მახსოვს ფოტოც გადაიღო გიოცემ როისის მაისურთან ერთად. შემდეგ 2018 წელს რუსეთში დაბრუნდა როისი, მაგრამ ვერაფერ არ დაეხმარა. გერმანია. ცუდი იყო მაშინ გერმანია და წყევლა არის რომ შემდეგ მუნდიალზე გამარჯვებულები დიდად კაი შედეგს ვერ აშუქებენ, მაგრამ საფრანგეთი გამონაკლისი იყო შარშან წინა მუნდიალზე კარგად ითამაშა ძალიან და წელს ნახოთ აბა არგენტინა რას იცავს. საინტერესო არის. იმედია გუნდში არ ჩარჩება. კიდევ როისზე მინდა ვთქვა ჩვენი თაობისთვის ასევე მნიშვნელოვანი შეერთაობა ხარ. რა გოდახარ? რა გოდა 2001-იანი ვარ. მეც საღო. ჩვენ კურსელები ვიყავით. ხო, აი FIFA-ს cover-ზე რო იყო რა, ეგეც წყებლა არის ფეხბურთელების გამიგია. კი, FIFA 17-ის cover-ზე იყო. და მე დაიმტრა რა იმ cover-ის მე. ეგეც დაიმტრა, აზარის დაიმტრა, რუნის კარიერაც 2010 წლის FIFA-ს cover-ზე იყო, როგორც მახსოვს და მე არ იყო. მაგრამ ეს მეცნიერულად არ ეხება ეს ყველაფერი და FIFA 17 იყო ძალიან მაგარი რა, აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი FIFA იყო, იმიტომ რომ ახალი ენჯინზე გადავიდა, როგორც მახსოვს მაგ FIFA-ში. და ახალი ნაკედი მქონდა PlayStation-ი და აი ძალიან დამხეცებული მქონდა ეს თამაში. Ultimate-ს არ თამაშობდი, სეზონებს ყომარობდი, მაგრამ აი ჩემ უბანში, ჩემ სანთისაუში, ჩემს მეგობრებში ვერავინ ვერ მიგებდა რა. ძალიან ცუდი იგროკი ხარ არა დაამდროულად. ვერ დაგეხახვები მაგ ყველაფერში იმენა რა. ცხოვრებაში ჩემთვის გოლი არ გაკეთდა. აი აქ არის და რა ნუ ხო რა. კაცი მილობა რა. FIFA ცოტათი იცი. ხო, მადლობა დიდი მაგარი ხარ.
კაი და ანუ ხო მაგ პერიოდში იყო FIFA კი არა როისი ძალიან მაგარი რა აი 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელს დასახელდა ბუნდესლიგაში კი ბატონო დორტმუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოიგო რაღაც მაგრამ შემდეგ მაინც ტრავმები წამოვიდა ბოლოს მე რაც მახსოვს ბოლო ბუნდესლიგის ტურნირი იყო ძალიან ტრაგიკული მისთვის 23 წლის ბოლო იყო რომ მაინც ეთამაშებოდნენ სახში დორტმუნდში და ეხოდ მოგება ჭირდებოდა. მთელი ქალაქი ელოდებოდა თან, რომ აი როისისთვის იქნებოდა ეს ტურნირი, მაგრამ 2-2 დამთავრდა მაინცთან, მაინცთან ეგრე დამთავრდა. და ისევ ბაიერნი გახდა, თან ის ბაიერნი ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ ჯერ ის იყო ნაგელსმანი იყო მან, ნაგელსმანი გაუშვეს ტომას ტუხელი მივიდა და ძალიან რაღაცნაირი სეზონი იქონა და მაინც ისინი გახდნენ ჩემპიონი. ტომას ტუხელს სხვადასხვა კარგი ბედი აქვს ეგეთ მომენტებში, სწორ დროს მიდის ხოლმე გუნდებში. ჩელსიშიც ისეთი ჩემპიონთა ლიგა წამოიღო რა. არაფრისგან გამოდავდა ჩემპიონთა ლიგა. და ხო, აი რატო გახდა, რატო დარჩა როისი დორტმუნდში და რატო არ გადავიდა რომელიმე სხვა გუნდში, რეალი, ბარსა Manchester-ი, Chelsea-ს ორი მხარე აქვს. მოდი მე ერთ მხარეზე ვისაუბრებ, შენ შენი აზრი მითხარი თუ ეგრე არის. ალბათ ერთი იყო ის, რომ ასეთი ტრაუმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელი რთულია სხვა გუნდში მოიკიდო შემდეგ ფეხი რა. ხო, რა, რაც დორტმუნდში გასდიოდა როის, ანუ გასდიოდა რა, აი ამდენ ტრაუმას რეალში, ბარსაში არ გაპატიებენ რა, იმიტომ დორტმუნდში ლეგენდა ხარ ეხა და შეგუებული ხარ იქაურობას, კაი ხელფასიც გაქვს მით უმეტეს და კომფორტ ზონაში ხარ რა, რატო უნდა წახვიდეთ სხვა გუნდში იდეაში და ამიტომ ლეგენდა არის ლეგენდა კი არის დორტმუნდის, არ კი არის რა უეჭველი ლეგენდა, მაგრამ აი ეს თავისი медалს ორი მხარე აქვს მაინც, რომ არ გარისკა რა და კაიც ქნა ჩემი ეს, იმიტომ რომ ყველა ეხა ყველა რეალში ხა უნდა ითამაშოს. უბრალოდ ერთი ის არის, რომ ისეთი ფეხბურთელი იყო და თან ისე ახლოს იყო. მეტი შეეძლო. ხო, აი ძალიან მაგარი წარმოიდგინე ახლა ეგ ყველაფერი მონაგები რო ქონდეს კარიერაში, უკვე საერთოდ სხვა ადგილას იქნებოდა და მაშინ ტრავმირებული არ უნდა ყოფილიყო ამ. ხო, უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ, ბევრად უკეთესი კარიერა იქნებოდა, ვიდრე ქონდა, მაგრამ რავი, ალბათ თვითონ არ არის მოყოფილი ამ ყველაფრით. და ფანებს ძალიან უყვართ რა, ის მომენტი შარშანდელ თუ შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ფანებთან ერთად რო იყო კედელში ხო რა და არა რაღაც ცალკე ლოჟაში. კი, ძალიან ბევრს შეაყვარა თავი ამ ფეხბურთელმა და ბევრს შეაყვარა დორტმუნდი. აი მაგალითად ერთ-ერთი არის ჩემი ზმაგასი ლაშა, მოგიკითხავ. ლაშას მოგკითხვა და ჩემი კლასელი მეგობარი მარიტა, გოგო. აი კონტაქტეთ ერთმანეთს შეგიძლიათ. გადარი არა. გოგო რომელსაც იმენა უყვარს დორტმუნდი, რავი. ჩემი აზრით ცოტა იქნება საქართველოში დორტმუნდის ასეთი გულშემატკივარი. ბევრი არ არიან. ნუ დორტმუნდი ხა არა ეგეთი გრანდი, რომ სხვა ქვეყანაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი. უბრალოდ იმ წელს იმ ზოგადად კლოპაში შეაყვარა რა, ისეთი კარგი ფეხბურთს თამაშობდნენ. თუ გახსოვს აი მალაგასთან ქონდა ძალიან მაგარი თამაში რა. აი მალაგასთან თამაში ნაღდათ არ გახსოვს? ბოლო წუთებზე მოიგეს რა. ძალიან კარგი თამაში იყო, შეიძლება მე დასერჩო. ეს არაკომპეტენტური კაცი რატომ მომიყვანე? არაფერი არის. მე აქ ემოციებისთვის. ხო. კაი, სულ ეს იყო მეგობრებო, როიზე რაც შეგვეძლო ვიბაზრეთ და რა მეტი არც არის ხო სასაუბრო რა. ნახვამდის.